ხშირად ადამიანები ფიქრობენ, თავის მძიმე ცოდვებით მიუღებლები არიან ღმერთისთვის და ღმერთი მათ არ მიიღებს. მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ღმერთი ისე არ განსჯის, როგორც ადამიანები. დავიხსენოთ გრუში დედაკაცი, რომელიც ყველასგან მიუღებელი იყო. ადამიანები მზად იყვნენ მის ჩასაქოლად, მაგრამ ბოლო სიტყვა ეთქმოდა უფალს. რა კი დაჟინებით ეკუთხებოდნენ მას, თუ რა სასჯელს იმსახურებდა მრუშობაზე წასრებული ქალი, უფლის პასუხი ასეთი იყო. მიუგო მათ და უთხრა, ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი მან ესროლოს ქვა. კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ისმინეს რა, სინდის მხილებულებმა სათითაოდ გაიკრებდნენ. მარტო დარჩა იესო და შუაში მდგომი ქალი. შემდეგ იესოს სიტყვები ვიცით ჩვენ, ეუბნება მსჯავრი არავინ დაგდო, სად არიან შენი მსჯავრდებლები, მაგრამ ქალი პასუხობს, არავინ უფალო. მაშინ იესო ქრისტეს პასუხია, არც მეგდებ მსჯავრს, წადი და ამიერიდან უღარ შესწოდავ. თუ დღევანდელ დღეს ფიქრობ, რომ შენი ცოდვა მძიმეა, მიუტანე უფალს შენი საჭიროება და უთხარი, ღმერთო, სურს ამ სიმძიმისგან განთავისუფლება და უფლის პასუხი იგივე იქნება შენ ცხოვრებაში. არ გდებ მსჯავრს, წადი და ამიერიდან უღარ შესწოდავ.